მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი და თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ დრაივს. დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ Xiaomi-ს. ძალიან გვაინტერესებდა ეს მანქანა, უზომოდ გვაინტერესებდა, იმიტომ რომ იმდენად ლამაზია, რომ ეგრევე ჩვენი ყურადღება მიიქცია, ეგრევე მთელი ჩვენი ინტერესი, ყურადღება მიიპყრო ამ მანქანამ. უღრმესი მადლობა პატრონს, რომ გვათხოვა, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ცოტა დადის, არც ვიცი, შეიძლება 2 დადი, შეიძლება 3 დადის, მაგრამ ვიცით რომ ძალიან იშვიათია. სულ ახალი ავტომობილია, ცენტრის არ გეგონებთ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ცენტრის მანქანებს არ ვიღებთ. ნუ ცენტრი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, საერთოდ არც ვიცი წარმომადგენლობა საქართველოში არსებობს თუ არა, უბრალოდ ჩვენ ყველაფერს ცენტრს ვეძახით, შეიძლება სადილერო არსებობს, მაგრამ სადილეროც არ ვიცი თუ არსებობს. ამიტომ კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა პატრონს, რომ გვათხოვა ეს მანქანა უხეში ტესტ დრაივისთვის. მოკლედ, თუ გინდათ Xiaomi დაუძახეთ, თუ გინდათ Xiaomi დაუძახეთ, თუ გინდათ Joneti დაუძახეთ, მაგრამ საქართველოში Xiaomi-ია. Xiaomi იცით რომ ტექნიკის, რავი, გიგანტი კომპანია არის საქართველოში და მსოფლიოში მაგათი ტექნიკა, ნუ მრავლად გვხვდება, ჭარბად გვხვდება და გადაწყვიტეს რომ Xiaomi ავტო იყო საჭირო, იმიტომ რომ ჩინეთი არ ვიცი ვინ გააბრაზა, ესე ძალიან, მაგრამ მანქანებს უშვებენ აი ყველანაირს, არ ჩერდებიან, აი დაბოღმილებივით არიან, აი მუშაობენ რომ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცონ რომ მანქანებში ცოტა ხანში ლიდერობას აიღებენ. ტექნიკას თავი დავანებოთ, მაგრამ ავტომობილებში სხვათა შორის ბევრი რაღაცეები გააკეთეს SU7 მოდელით, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლავრი ელექტროავტომობილი არის სერიულად რაც გამოდის, აი რა ვიცი, კეთილები აი თავის თავს ახტებიან რაღაც ინოვაცია და სისწრაფე და კომფორტი ყველაფერი ერთ ავტომობილში ჩადო. მაგრამ ბაზარზე არის ხოლმე ყოველთვის მოთხოვნა, რომ SUV ყველას უნდა, რაღაც მოთხოვნადია, კარგად იყიდება და აქაც გამონაკლისი არ იყო, ყველას მოუნდა, რომ Xiaomi-ს SUV ყოფილიყო ბაზარზე და იმასაც გეტყოდით, რომ ეგრევე დაანონსდა თუ არა, აი რაღაც 18 საათში, მე ეგრევე ვიცი, წამოვიკითხე, 18 საათში 240,000 გაყიდვა დაფიქსირდა ეგრევე ამ მოდელით, როდესაც ჩაუშვეს წარმოებაში. მოკლედ, ეს არის მეორე ავტომობილი Xiaomi-ს, პირველი არის უკვე SU7, როგორც გითხარით, ეს არის YU7. ეს არის საშუალო ზომის, ანუ პატარა მცირე ზომის SUV, ის არის უკვე 4-კარიანი, ნუ სედანში გადის, სედანია. SUV საშუალო ზომის, ყოველთვის მაგას ვიძახი ხოლმე, ქალაქისთვის არის ყველაზე იდეალური ზომა. თლიანობაში რო შეხედავთ, რას გავს, ეგრევე თქვით. თლიანობაში გავს Ferraris. აი პურო შლანგი რო გამოუშვეს, ჩინელებმა იმაზე უკეთესი გამოუშვეს მე-4 ფასად. მაგრამ წინაფარები McLaren-ისა. არა, კი. კი, McLaren-ია. წინიდან McLaren-ია, მთლიანობაში Ferrari-ა, უკნიდან არ ვიცი რატომ, არა, თითქოს ეს დაგთელი და ტრაკი მგონია რომ 100 ტონს გავს და ნუ ერთი სიტყვით რა, ყველაფერი მოიპარეს და იდეალური მანქანა შექმნეს. ზოგადად ხვირს რომ უყურებ ამ მანქანას, გონია რომ აი McLaren-მა გამოუშვა თავისი SUV, როგორც Lambo-მ გამოუშვა, როგორც Ferrari-მ გამოუშვა, როგორც 100 ტონს ყავს უკვე, მგონია რომ ესეც McLaren-ის არის, მაგრამ რეალურად აქ ლოგოთი ვხვდებით რომ ეს McLaren-ი არ არის და ეს არის უბრალოდ Xiaomi. ვერ ვიტყოდი რომ ეს ახლა
ჩინური მანქანა, იმიტომ ჩინური მანქანები ბევრი გადავიღეთ და იმაზე ვიძახდი, რომ ეს ჩინურებია, განსხვავებული მომავლის მანქანებს ხატავენ, ფუტურისტიკულებია და ასე შემდეგ. ეს ეგეთი არა, აი ჩვენ რაც გვიყვარს დახვეწილი მანქანის, ჩვეულებრივი მანქანის ვიზუალი აქვს. ანუ ამაში რომ შიდა წვის ზრავი იდოს, საერთოდ არ ვიტყოდით, რომ რაღაცა ელექტრომანქანა არისო, იმიტომ რომ მთლიანობაში ფორმები არ გვაძლევს, იმის ილუზიას, რომ თითქოს ჩვეულებრივი მანქანიდან, ანუ დიზაინიდან გადაუხვიეს და რაღაცა თავისი მოიგონეს. არა, იდეალურად ლამაზად თანამედროვე მანქანის ვიზუალი აქვს. აქაც ახლა რა ხდება? თან მარტო ისე კი არა, რომ McLaren-ს გავს და ეს ფარი უფუნქციოა. რეალურად ფარი ეს ქვედა მხარე არის. აქ არის საჰაერო, აქედან ანუ ჰაერს იღებს აქედან და აი აქედან ამ ჭრილიდან ეს ჰაერი გამოდის. რატო იწვალა სამდენი არ ვიცი, მაგრამ ეგრეა. აქ ახლა ვიზუალურად ცოტა დახვეწილია უფრო, იმიტომ რომ აქ GT-ს ლოგოსაც ნახავთ, ეს არის Max ვერსია, უკანა საწერია. ესენი დამატებული აქვს ქარხნულად, ანუ ჩვეულებრივი ვარიანტები, რაც არის, ბევრი რაღაცები არ აქვს, ეს ბევრად ლამაზია და მაგრამ აუღნიშნოთ. აქაც ესეთი საჰაერო თან ჩანს აქედან მიდი, აქეთ უბეროს პირდაპირ. ისი არა, ამერიკელებმა და გერმანელებმა რომ ეხა ამ ბოლო პერიოდში დაამუღამეს მარტო ვიზუალი რო არის. აქაც აქედანაც ჰაერი გამოდის აქ. ეხა მართლა ეხმარება აეროდინამიკაში თუ არა, ეგ არ ვიცი, მაგრამ რეალურად რაღაც დანიშნულება აქვს. ასევე ეს დამატებები და რაღაცები უხდება მთლიანობაში ძალიან ლამაზია. ნუ ეს გავს კარბონს, მაგრამ ეს რეალურად კარბონი არ არის. ნამდვილი კარბონი აქვს სარკეებზე მივალდა მე მაგას აგიხსნით. ასევე კაპოტის ზოლები, ანუ ეს უზორები რაც აქვს, ეს ამობერილი გვერდები, აი ფერასაც ზუსტად ეგრეა. სხვათა შორის შიგნიანაც რო ატარებ, ძალიან მაგარ აი სპორტული მანქანის განცდას და ემოციებს განიჭებს. ხედვის არეალი მე შიგნიდან უფრო კარგად ჩანს, გარედან არ ჩანს ეგრე. განახეთ, რომ აი მთლიან სივრცეს ხედავ წინ და ეს კრილოები ამობერილი რო არის, გონია რომ რაღაც სპორტულ მანქანას მართავ, ოდნავ მაღლაზე ხარ შედარებით. დანარჩენი აი ჩვეულებრივი სპორტული მანქანის შეგრძნებებს იძლევა. აქ ლიდარი, ნუ ლედარს ვეძახით ჩვენ, მაგრამ ნუ ინგლისურად ლიდარია, როგორც გაგისწორდებათ, ისე დაუძახეთ. ყველანაირი სენსორები და ერთი სიტყვით სულში გიყურებს, რომ ზიხარ იქ მთელი თავრობა ჩინეთის გაკონტროლებს თუ მოინდომეს. ერთი სიტყვით მაგას გადავახდეთ, იმიტომ რომ უსაფრთხოება უკვე მაღალ დონეზე ყავთ აყვანილი, ორი სიტყვით ვიტყოდი მაგასაც, იმიტომ რომ ნუ რეალურად ბევრი სენსორები, თანამედროვე ტექნოლოგიები რაც აქვს ყველაფერი ძეძგავენ და ამ მანქანასაც ყველაფერი აქვს თანამედროვე და ბოლო რაც კი შეიძლება რომ კონდეს. პროგრამულად აღჭურვილია ისე რომ ნუ ყველაფერი გააჩნია. ეგ ნაკლებად საინტერესოა ხოლმე ბევრისთვის, იმიტომ რომ უფრო ხალხს აინტერესებს დანარჩენი მასალები როგორია, როგორ დადის, რამდენად ჩქარია, რამდენად კომფორტულია და პრაქტიკული. ხო და გავაგზავნოთ მე ვიზუალით არ დამიმთავრებია, იმიტომ პირველი ვიზუალი მაინტერესებდა. ეხლა დავუბრუნდეთ აი ამ დისკებს, Xiaomi-ის დისკებს. ნუ მთლიანობაში რო შეხედო, ეხლა სუდვიძე არ არის, მაგრამ ნიკელის არ მომწონს. ერთი ეგ არის, ორი მინუსი მაქვს ამაზე. ნიკელის რო არის, აი ესენი არ მომწონს, აი სუ გავაშავებდი ამას. ნუ სუ შავი დისკიც ხშირ შემთხვევაში კი ჩვენ მოგწონს და გვიყენია ყველაფერზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აი ცოტა ახლის ვიზუალს აბანძებს ხოლმე. თითქოს რაღაცა კაი ნახმარი არის, იკარგება დისკის ფორმა მერე შავში და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ნიკელის დიდად მე არ მომწონს. მეორე ის არის, რომ ქარხნულად ახლა იდეალურია, როგორც დგას, იმიტომ სხვანაირად არ შეიძლება, მაგრამ ვინაიდან ჩვენ უკვე ქარხანას აღარ უყურებთ, შეგვიძლია პატარა ფლიანაცებიც მივაყაროთ, იმიტომ რომ შიგნით არის შეცვენილი, ეს უბრალოდ ქარხნული წესი არის, ანუ იმ რეგლამენტით უნდა გამოუშვან იმ წესებით, არ ვიცი. სხვანაირად არ შეიძლება, ბორბალი არ უნდა იყოს თავისი არკის გარეთ. ასევე არ მინდა გამოვჩეთ Brembo-ს უზარმაზარი სამუხრუჭე სისტემა, დახრეტილი აპორნი დისკებით, თავისი ყვითელი აგერ უზარმაზარი მუხრუჭების სისტემა, სადაც ნუ თავისი Brembo-ს ხუნდებია და ნუ კარგად მუშაობს. ქალაქშიც რომ დავდიოდი, ნუ ელექტროავტომობილები იცით, ნუ ნელად უდადი ხარ თავისით ძრავი ამუხრუჭებს და რეკუპერაციაზე გადის, მაგრამ ეს ტორმუზებიც, აი ეს მუხრუჭები თუ დაგჭირდა მკვეთრი შენელება ავტომობილი, შეიძლება დააკლა და დარწმუნებული ძალიან მაგრად იმუშავებს. იმიტომ რომ ნუ Brembo ერთ-ერთი საუკეთესო ფირმა. ეხა გადმოვიწიოთ ისევ აქ. აქ GT-ს ლოგო აქვს, ეს ზევიდან დამატებულია. ეს ქარხნულად არ არის, ეს კარბონში ამოწყობილი დამატებულია და ნამდვილი კარბონი უკვე სარკეებზე შეგიძლიათ ნახოთ. კადრში შეიძლება არ გამოჩნდეს, მაგრამ რეალურად რო უყურებ, რეალში, სინამდვილეში, აი ცხოვრებაში რო უყურებ, ბევრად ღრმა არის, ბევრად ლამაზია, ნამდვილი კარბონი, ვიდრე აი ეს ცოტა ტუფტა კარბონები. აი ეს პატარა გილაკი, აქ რასაც ხედავთ. აი რობოტივის მთელი სახე გადაიხსნა. მოგეთ, აქ გვაქვს წინა საბარგული. აი ესეთი სივრცე არის.
ამ საბარგულში ეს რა, ეს დრენაჟი არის სავარაუდოდ, კი ბატონო. აქ რაღაცებს თუ ჩადებ ან ჩაგექცევა, შეგიძლია ეს პატარა ოციანი თუ ჩაგემტრა. კი, თუ ჩაგემტრა, შეგიძლია შუშები ამოიღო, დანარჩენი წყლით მორეცხო და ქვევი დრენაჟი გავა. მოგეთ, ეს სივრცეც კარგია, რო არსებობს და რო არის, იმიტომ რომ რეალურად უკან რასაც ჩააწყობ, აქ შეგიძლია ესეთი ნივთები ჩააწყო, რომ უკან საბარგულში არ იქექიალო. ეს ბერკეტები ესე, რუჩკები უნდა შეწიო, ხელი დააჭიო და ესე იღება. რა თქმა უნდა, სტოიკები არ გვაქვს, რაც ბევრად ელეგანტურია, ჩემთვის ყოველთვის ვიზახდი ხოლმე გრან კუპეები, CLS-ი და M6 რო ყავ და ესეთი უარკო კარები ბევრად ლამაზია. ასევე წინა და უკანა ორივე ორმაგი შუშებით არის, ორივე. აი ესეთი ლამაზი. უზორები მინდა აღვნიშნო. ანუ დიზაინის უზორებს ვიძახი ზოლებს, ძალიან ლამაზია, გამოკვეთილი უკანა კრილო. სახურავი სპორტული ელეგანტური უკარო ჩამოდის თავისი სპოილერით. აი ესეთი სპოილერია. ლამაზია ძალიან. აქაც კამერა აყენია ერთი. დაკთეილი უკანა სტოპები ეხა აღიარეთ რომ აი მენა ჩასველება. აღიარეთ რომ ეს არის ჩასველება. ზუსტად მაგას ვიზახი ამის ვიზუალმა იმდენად რაღაცა მიგვიპყრო და მიგვიზიდა მაგნიტივით. აი ეს თითები წავიდა და დავსერჩეთ იქ. რა მოდელებია, რა ისენი აქვს, რა ქვია, სიჩქარე რამდენი აქვს, სიმძლავრე რამდენი აქვს, რა ფაშია, სად იყიდება და ასე შემდეგ რაღაცები გამოვიკვლიეთ. მოგეთ, როგორც კი შორდები იკეტება. აჰა, ხედავ. აი ესეთი Xiaomi-ის გასაღები გვაქვს, უკიდან აქვს გილაკები, გავაღოთ. აჰა, თვა. ეს დიფუზორი, აი ეს უკანა ტრაკი, ულამაზესი, აქაც კიდე ერთი კამერა. აი მაკანის რო გადავიღეთ ადრე თუ გახსოვთ, ისიც შევაქე, იმიტომ რომ მაკანის ფორმაც მომწონს, ზომა ზუსტად იგივეა, საშუალო ზომის SUV არის. ანუ იმასაც ბევრი მივაყარე, ქებადიდება ჩემგან, რავი, არ მოაკლა Porsche-ს და ამ შემთხვევაში ესე ძალიან ლამაზია. ესეც კი არ და ძალიან ლამაზია. ულამაზესი არის ყველა მხრიდან, საიდანაც არ უნდა შეხედო. არსებობს უკანა წამყვანი, რომელიც long range-ია და ყველაზე მეც გადის, 800 პლუსით კილომეტრი უწერია. მერე მოდის 4-ვე წამყვანი, ნუ სტანდარტია, მერე Maxi მოდის, ეს ჩვენ რაც ყავს, მონაცემებსაც მერე გეტყვით და რა თქმა უნდა, ეს GT რო ვახსენე, ამისი უბრალოდ აყენია ვიზუალურად მეთქი, GT არის ყველაზე ჩქარი ჯერჯერობით ამ მოდელებში. ჩვენ ვერსიას Max აქვს 690 ცხენის ზალა, ნუ GT-ს რეალურად GT რომელიც დაანონსდა 1000 პლუსით არის, ნუ 1300 ვნახე, მაგრამ მაგასაც რას გაიგებ, მე უცებ რაღაც ახალი პრაჩუკა გამოვა და ითქვენ 1200 აქვს, ვერ გაიგებ, მაგრამ 1000 ცხენის ზალა აქვს იმ მანქანას. ჩვენსაც აქვს 690. გჭირდება თუ არა ამდენი ცხენი? კითხვა, ნუ არ გჭირდება, მაგრამ რეალურად ცხენი ცოტა არაზოს არ არის. თუმცა ვისაც უფრო მეტი უნდა რომ გაიაროს კილომეტრაჟი და დატენვა ეზარება და შორგზაზე დადეს, უკანა წამყვანი ალბათ უფრო იდეალური იქნებოდა თქვენთვის. თუ მაინც და მაინც გინდათ რომ ცოტა მძლავრი იყოს, მაშინ სტანდარტი 4-ვე წამყვანი ხო საერთოდ იდეალურია, მაგრამ თუ გინდა რომ ცოტა უფრო ჩქარა იარო, ეს უნდა აიყო და თუ გინდა რომ სკვებს ეღადაო, მაშინ უკვე GT უნდა შეუკვეთო. ნუ ფასის რა თქმა უნდა იზრდება და იზრდება. მოკლედ ვიზუალური შეფასება, მოდი ვაღიაროთ, ჩვენ ვაღიაროთ, მოკლედ აქედან უხეში არხის სახელით ვიძახით, რომ ვიზუალურად იმდენად მოგვეწონა, რომ დღემდე ეხლაც ამ ტესტ დრაივს რო ვიღებთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ესეთი ავტომობილი შევიძინოთ ადრე თუ გვიან, ნახოთ გამოჩნდება, იმიტომ ვიზუალურად ძალიან მოგწონს. ეხლა შეგვიძლია ჩავждეთ ამ მანქანაში, ინტერიერი დავათვალიეროთ, რეჟიმები შევამოწოთ, საინტერესო რეჟიმები აქვს და ნუ ზოგადად როგორაა ეს ყველაფერი მოწყობილი, გავიგოთ ერთად. ჩავждები, ჩავთავ ამ მანქანას და შეგვიძლია ცოტა ქალაქის ქუჩებშიც გავიაროთ. წავედით. მოვედით უკვე ამ კვლელი მანქანის ტრასაზე, ცოტას მივაჭერთ, ცოტა ინტერიერს დავათვალიერებ და ასე შემდეგ. ვინაიდან გრილი არ გვაქვს, აიდანაც ცივი ჰაერი უბერავს, ჩვენ შემთხვევაში კონდიციონერი გვაქვს ჩართული, წამოვიღეთ იმაო, იმიტომ რომ ჯოსთვის ადგილი არ დატოვეს ჩინელებმა რა, არ დატოვეს ჯოსთვის ადგილი. აი ესეთი შრი-ლანკას სუნით გვაქვს, სურნელით, შეგვიძლია დავატრიალოთ ჩვენ მანქანაში. სხვათა შორის თავისი სურნელები კი მოყვება ამას, ეგეც უნდა აუღნიშნო, ქვევით არის აქ, ბარემ ვანახოთ. ესე შეავსებ და რომელთაც გინდა მე დააჭერ და გაასურნელებ შენ მანქანას. მაგრამ ჩვენი ვართ მოსულები,
ესეთი სუნმოგ wireless charge-ზე დავდეთ იმავე. ასევე ჰელი, ორი ჰელი აქვს ჩადებული. ახალი დიზაინით, კლასიკის, ესეთი ულამაზესი, ესეთი პარტია შემოვიდა, შეგიძლიათ ყელი გაიგრილოთ, იმიტომ ნელ-ნელა ჩამოცხა უკვე და ცივ ჰელს არაფერი არ ჯობია. ბარემ, ვინაიდან ჰელზე ვლაპარაკობდი და ჰელის ჩასადებზე, ესეთი ორი ჭიქის ჩასადები გვაქვს. ჩვენ შემთხვევაში ქილის. ესე დავაწვევით. всё, ეგ არის. ნუ პატარა ის გეფი კი აქვს, ეს ზაზორს, რასაც ვეძახით. აი აქ თუ რამე ჩააქცია, არ მგონია ძალიან მარტივი იყოს მე ამოწმენდა, მაგრამ ნუ ყველაზე ცუდ ვარიანტში დატოვებ ჩაწეულს და იქნება ესე რა. ეგეც კარგი მოფიქრება, ლამაზია ყოველ შემთხვევაში. მოკლედ, ეხლა გადავიდეთ თავზე, სანამ ინტერიერს დავათვალიერებთ, ამაზე ძალიან ბევრი მაქვს სალაპარაკო, თქვენც ხედავთ, ძალიან ლამაზად გამოიყურება, აქაურობა, მოვერგეთ საკაიფოდ და ძალიან კომფორტულად მგზავროთ, მაგრამ ცოტა მივაჭიროთ. საჭეზე გვაქვს ორი ღილაკი, ნუ პირველი აქეთა რაც არის, როაჭერ ეგრევე მე მგონი ავტოპილოტი ირთვება, მე მგონი კი არა და ეგრეა, მიდის ზოლები ეგრევე, თავისი თუ ხობს, ყველაფერს თვითონ აკეთებს, არაფერს არ ვეხები და მიცანცარეს, მოდი გავთიშოთ. აქეთ უკვე არის მოუდები, რომ დავატრიალებთ, გადავდივართ. აჰა 618 ცხენის ზალა ეგრევე სპორტზე, სპორტ პლუსზე 690 ცხენის ზალა. ანუ ეს არის მაქსიმალური, რასაც გამოიმუშავებს ეს ავტომობილი. პატარაზე მივადგავ, ეხა მივგორავთ, მაგრამ ეგრევე ჩავაჭერ, მზად ვართ, ჰელი ხო არის მანდ ისე რომ არ დავუსვით. წავედით 3 2 1. ნო, არა, უცანცარეს. რაღაცა მითხრა ნელაიარე შეჩემო. ჩინურად რაღაცა მითხრა, მანქანამ ვერ მივხვდი. ო არა, ჩქარი არის ეხლა რა თქმა უნდა. ხო, რაღაცას მებაზრება არის. რაღაცას მაფრთხილებს. აი, ერთი მინუსია ეგ კიდე რა, ამ ჩინური მანქანების. ხო, ინგლისური მენიუთია, რაღაცები მაინც ჩინურად არის, რაღაცები. აი, მაგალითად ეს, მე რა გავიგო ეხლა რა ჩემი რა ვერ გადათარგმნეს, მანქანებს ქმნიან იდეალურს და ენა რა ვერ მოიფიქრეს რომ რაღაცა. აუისთვის უშვებენ ამ მანქანას უკიდიათ. არ უნდა ეკიდოთ. ამერიკელებით. ცოტა ეხლა არ შეიძლება ეგ, ინგლისურადაც უნდა იყოს. ყველაზე მარტივი ეგ არის ენის, რა ქვია, ინტეგრაცია ამ იმაში მენიუში და რა პრობლემა გახდა. ეს ბუსტის ღილაკია კიდე აქ ეს რომ დააჭერე. ნახადუ უნდა ხნა მოძრაობაში თუ გაჩერებულზე არ ვიცი, მაგრამ მოდი ერთი ვცადოთ დავაჭიროთ. რაღაცები ამოაგდო. 700 ცხენია ფაქტიურად, მაგრამ რაღაც თვითონ არ შემაშინა. ბუსტი არ ვიცი, არის რა, ეხა ვერ გავგიჟდი, მაგრამ ჯობია 0-დან ავჩქარდეთ. რა სიტყვი შენ? 0-100 გავზომოთ და ვნახოთ. და ნახა სიარულში როგორია? 700 ცხენისთვის კარგია. იგზნობა 700. მე რატომაც ვერ ვიგზენი. 200 თუ გაზომავ, გეტყვი ჩქარია თუ არა. მე რაღაც 700 ვერ ვიგზენი, უფრო 500 ცხენზე დავდივარ. ან მაგრა გაგვიტრო ხდა. შეიძლება, მაგრამ 700-ს აი ერთსაც მივაჭერ კიდე, არ გვინდა არაფერი ბუსტი. აი თავიდან გაკრავს და მე რაღაცა აღარ. არა, ეხლა სპიდომეტრსაც უყურებ რა და არ მიფრინავს ციფრები თითქოს. ნახე, უყურე. 700 ცხენი მე გადავები, იმდენია 700 ცხენი, არა, ნელია. კაროჩი, ამ გზაზე რაღაც მანქანებს ენძრევა რა. აკლასი გადავიღეთ და იმენ 150-ის მერე ჩაკუდა. 700 ცხენია და 500-ზე ჩამოვიდა, არ ვიცი. ნუ ჩქარი რა თქმა უნდა არის, ეხა ორი აზრი არაა, მაგაშიო ჩქარია, მაგრამ 700 ცხენს 700 ცხენი არ თქვა ეხუმრებით, იმდენია რომ აი რა ვიცი. თვალები უნდა მივარდებოდეს, აი თავის ქალაში შიგნით, აი წნევა უნდა მიწევდეს და თითქოს ეგ ვერ ვიგზენი. მოდი დრაგით გავზომოთ. აუ ტვინი ამან. მოდი დრაგით გავზომოთ 0-დან 100-მდე და გავიგებთ რამდენად კარგად ჩქარდება, 4-ვე წამყვანია, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. და რავი 100-200-მდეც თუ ავალთ, კარგი იქნება. ეხა ვიპოვოთ სწორი ადგილი და ჩავაჭიროთ დრაგით. აი აგერ არის. რო თქვი ერთი ეს რა. ეს არის და აქ მაგნიტები აქვს, არ ვიცი, რისთვისაა, მაგრამ აქ მაგნიტი აქვს, აქაც მაგნიტი აქვს. აქაც მაგნიტი აქვს. ისინი მოყვება ხოლმე ესეთი შარიკებივით, რკინის და ამაგრებ და მე შეგიძლია მაგნიტით რაღაცები მიამაგრო. ხრენი ვოზნე რას გაუგებ ამას. ესეც ნავაროტკა მაგნიტებზე გამახსენა ტელეფონის სამაგრი არის. აი როგორც იქით ხარეს აქვს, იმას ხსნი. შისტიგრანკას რო ეძახია, მაგ ვარსკვლავით ხსნი და შეგიძლია ეს აქსესუარი დააყენო. ეს ქარხნულად მოყვება, ოღონ ზოგს არ მოყვება, შენ თუ დაამატებ, მოყვება და შენით მოხსნე და დაამაგრებ უკვე ტელეფონის სამაგრია აქ. Focus on driving. აჰა, ხედავ? ამოვიგე თუ არ ტელეფონი. Focus on driving. ეხლა კი იცის ინგლისური, ხო? კი. მაღაზია კი ისწავლა. მაღაზია ისწავლა, რად არის დრაგი. ეხა სპორტ პლუსში ვართ. ბუსტს დააჭირე ბუსტს. უნდა ეგ ბუსტი ამას სტარტზე, არ ვიცი სტარტზე როგორ მუშაობს.
აჰა, ბუსტიც არის ყველაფერი. ო, ჩემი კარგი, ლანჩ მოუდი. წავედ 3 2 1. იგი ნახო. ვაუ, მანქანამ ხუარა ჩამოკარითო იმენა თქვენო. რა ვიცი იმე, შევ პოლიცია გამოგვეკიდოს ახლა. შეგზნე მოდი სანამ ჩავხედავ. შეგზნებით ახლა რო გითხარო, ვერა ხო? აი, ვერა ახლა. ვარ მეჩვენება. 0-100. 4 წამში აჭა 3.99-ია. 100-200, 9-0-7. არჩე, ჩვენი Tesla long range ბევრად ჩქარია. 709 აქვს იმას. თან ეხლა 200 იმას დაჟე ბევრად. არც უბუქსავია, ბუსტი მივეცით, რავი, ტრაქში თითი გაუკეთეთ. ანუ ჩქარია, ანუ სწორად მინდა გაიგოთ. მანქანა ჩქარია, მართლა ჩქარია. ვინც არ უნდა ჩაისვა ნებისმიერი ადამიანი, აი აუ, შეაშინებ კიდეც, მაგრამ უფრო ჩქარს ველოდებოდი, რატომღაც მე. მაგრამ ნორმალ მისაღებია რა. ეხლა დაუბრუნდეთ ისევ რეტო. ეგ იმიტომ რომ წახვიდა და GT იყიდო. თორე ეს რო ისე ჩქარიყო GT სხვა რა თქმა უნდა, 1000 სხენისვალიან GT-ს მოაგდებ. ეხლა ჩამოვაგდო, თან სხენებს როწერს მაგარია 618. ეხლა კომფორტზე 408, 408 სხენი არის საკმარისი ყველაფრისთვის. მოკლედ ურბილესია რა, აი როგორ გითხრათ, ურბილესია. ძალიან რბილად დადის ტრასაზეც, ანუ ეხლა როგორც დავდივართ ასოღზე რო დავდივართ. სწორმასწორო გზასაც დიდად არ იმჩნევს, ანუ საკმაოდ რბილად და კომფორტულად არის. არ ყანყალებს, რა თქმა უნდა, შეიძლება რბილი იყოს, უმაგას ვიძახი ხოლმე რაღაც მანქანები. ზოგადად დიდ SUV-ს უფრო აქვს, ანუ დიდ ჯიპებს უფრო ახასიათებს, აი ქანაობა. მაგიტომ მიყვარს საშუალო ზომის მანქანები. ყველაფერი კარგად ჩანს, ანუ უკანა მხარე კარგად ჩანს, წინსად თავდება მანქანა კარგად ჩანს, გვერდი არ არის სადღაც 900 იქით რო ვერ დაინახო, ანუ პარკინგი, სიარული, ყველაფრისთვის არის იდეალური და დიდი მანქანები რო ირწევა ნუ ბევრს მოწონს ახლა ეგ კომფორტია, ბევრს არ მოწონს ახლა. მე მაგალითად აქ უფრო რაღაც ცოტა კომფორტულად ვარ. თუმცა იმის განცდას ნამდვილად შეგრძნებას არ გაძლევსო დიდ მანქანაში ზე. პატარა მანქანაა, პატარა SUV-ია. სიარული კარგად დადის, მაგაში ერთი დიდი პლუსი. ასევე არ მინდა გამოურჩეს დასაწყისში ვთქვი, შიგნიდან განახევთ მეთქი სივრცე რა მაგრა ჩანს მეთქი წინ. იმას გულისხმობდი, რომ აი ეს ყველაფერი ჩაშენებული აქვს, ჰედაფივით არის გაკეთებული. ყველა მაჩვენებლები არის შუშაში ქვევით, ამ მთლიანად ჰედაფივით არის ეს ციფრული გამოსახულება, საკაიფო ჩანს. ეს წინა საქარემინაც ეს შუშა საკაიფოდ ისეთი ზომის არის და ისე ვზივარ ავტომობილში, რომ ყველაფერს კარგად ხედავ ვიდეოზე და აი ეს ამობერილები, კრილოები ზუსტად ეგ არის, რომ ანუ კაპოტი მაძლევს იმ შეგრძნებას, რომ ნამდვილ რაღაც სპორტულ მანქანაში ვზივარ. ვიღაცამ პირდაპირ ჩაგვსვას აქ თვალდახუჭული და თვალები გაგახელინოს, ვერ მიხვდები, რომ რაღაცა SUV-ში ხარ, იმიტომ რომ რაღაც სპორტული შეგრძნება გაქვს ყველა მხარე, სადაც არ უნდა გაიხედო. საჭის ფორმა გინდა, ეს მაჩვენებლები გინდა, კრილოები გინდა თუ ყველაფერი. აი, რაღაც სარკეები, იმენა იმ ხელა სარკეებია. თან გარედან ძალიან დიდი არ არის, მაგრამ ისეთი მინა აყენია სარკე თვითონ, რომ აი წარსულს ხედა უკან, რომ იყურები, ეს წუთში წარსული ჩანს, მთელი თბილისი ჩანს უკან რაც გამოვიარეთ. არ ვიცი რანაირად აკეთებენ, მაგრამ მოახერხეს. ასევე სარკესაც თუ დააკვირდებით, ის რაღაცა ზაზორი შიგნით შეტანილი არ არის, მთლიანად არის ამოვსებული, ეგეც აქამდე არ შემხვედრია და თავიდან უცნაურად მოხდა თვალში, მეუცნაურა, მაგრამ რეალურად პრაქტიკულია. დიდი სარკეა, კარგად ჩანს, სადაც შეტენილი შიგნით არ არის და ნორმალურია. ამასაც ერთი დიდი პლუსი. მოკლედ, ქება დიდებას ეს ჩინური მანქანები, არ ვიცი რატომ, მაგრამ იმსახურებენ. საჭეს აქცევს ალბათ ყველა ყურადღებას, იმიტომ რომ ხედავთ რომ რაღაცა ხდება და მოდი არ დაგტანჯავთ, რომ არ სკიპოთ ვიდეო და არ ეძებოთ რას ვიტყვი ამ საჭეზე. მოკლედ, პატრონმა გითხრა ესეთი რაღაცა, სულ ახალი შეიძინა და ეგო რატომღაც გამომრჩაო პირდაპირ მითხრა და კარბონის საჭეებიც არსებობსო და ეს თვითონ მოაყოლესო. ეს არის ჩიხოლი რეალურად. თვითონ მანქანას აქვს აი ზუსტად სალონის ფერი ესა ქვია. ტყავი. ახლა აღარ მოხსნი ამას, იმიტომ რომ აყენია და ეს რაღაც იმიტაცია, იმიტირება არის კარბონის. ანუ აგზევით კარბონი, ალკანტარა, სხვადასხვა კაი ჩიხოლი კი არის. როგორც ჩიხოლი მაგარია, მაგრამ ნუ ჩიხოლი ახლა რა თქმა უნდა კარბონს ვერ ჩაანაცვლოს. ესეთი მოოთხკუთხედო სპორტული ფორმა აქვს. უკვე ეს ორი ღილაკი გითხარით, საჭე მინიმალისტურია, ნორმალურია, ლამაზია, ვერ ვიტყოდი რომ ზე რაღაცა, მაგრამ მთლიანობაში ახლა საჭეს რო უყურებ, ცუდი ნამდვილად არ არის, მომწონს ეგეც.
ნუ იმ მაჩვენებლების დაფაზე, რა თქმა უნდა, იქ ანიმაციები იცვლება, შეიძლება სხვა დიზაინის დააყენო, მენიუდან. ტახვივინ. ტახვი არ ვიცი. გალაქტიკის ცვლილებიდან მგონია ეს, რა ქვია, როკეტის შეყვარებული ვარ, ზუსტად იმას გავს. ტელეფონში ხარ ფაქტიურად, რა, აი დისპლეიში შეხვალ, ჩვეულებრივ იმაში ხარ, აი. უთქარც. აი ესენია სხვადასხვა ისენი და შეიძლება შეცვალო აერჩიო შენით მერე. აი. რომელიც გესიამოვნება დააყენეთ მერე. აჰა, ესეც ჩინურად იყო, უყურე რას უძახი. ტახვი არის თიშება? ჩინური. ტახვი? აი ესენია. აქ ნახე ის გაიშდა. ბომბერ კურვა. ბომბერ კურვა. Бобр, курва! Я пердоле бедле! Бобер! აი, აგერ ცოტა უსწორმასწორო გზაზეც გადმოვედით, ანუ მოხრეშილ გზაზე გადმოვედით, ეს არა ეს რაღაცა ისეთი უგზოობა, რომ უგზოობისთვის იყოს ეს მანქანა. ზუსტად აი ამ გზაზე მაინტერესებს, რამდენად კომფორტულია და აი ძალიან რბილია. ხმაც არ შემოდის, იზოლაცია ხმის აქ იდეალური, ორმაგი შუშები აქვს, ქვევიდანაც ბრაგაბრუგის ხმა საერთოდ არ მოდის. კი, მანქანა ახალია, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ხმაური შეიძლება შთანთქოს. იმის გამო, რომ ახალია მანქანა. არა, უბრალოდ ხმის იზოლაცია აქვს გაკეთებული კარგად. აქ გვაქვს რეჟიმები დაბალი, მედიუმი, სტანდარტი, ეს რა მედიუმ მაღალი და მაღალი. სავარაუდოდ. ან როგორც დააჭერ ამას, მანქანა აიწევა. ახლა უსწორმასწორო გზაზე შეიძლება თამამად 222 მმ-ზე იადეს წინა მხარე. ეხლა ამით ვერ წახვალ, რა თქმა უნდა, ტალახში და იმაში ქაქში არ უნდა ჩააგდო ეს მანქანა, მაგრამ აი ესეთ გრუნტიან გზაზე, დაჩაზე სადმე თუ მიდიხარ და პატარა გრუნტიანი გზა შეხვდა, თამამად შეგიძლია გადაისისინო, აი თამამად. თან რბილად, თან არაფერს არ წამოედები, მანქანასაც არ დააზიანებ და ნუ რა ვიცი, მშვენიერი. ასევე ღილაკებია დამატებული აქ, ესეც ოპცია, აქედან შეგვიძლია ის სწრაფი ღილაკები რაც პირდება ხოლმე კლიმატის, ხო? აი აქედან. ტესლაზე დასამატებელი. კი, დასამატებელი. ასევე ეს ღილაკი მუსიკისთვის, ეს შეგვიძლია უცებ ჩაუწიოთ. სხვათა შორის ეგეც ახლა თავს ვერ დავდებ ოფიციალური იყო თუ არაოფიციალური, მაგრამ უსაფრთხოების გამო გადაწყვიტეს ამ ჩინელებმაც და ალბათ ხმებმაც, მაგრამ ჩინელებზე იყო რაღაც სტატია შემხლა და ვკითხულობდი, რომ გადაწყვიტესო, რომ ეს სწრაფი ღილაკები რაც ყოველდღიურად გჭირდება, ფიზიკური ღილაკებით ყოფილიყო, იმიტომ რომ ეგენ შეთანხმდნენ იმაზე, რომ მონიტორში, როდესაც შენ იქ ეძებ თითაობ სადღაც მენიუმში და შეხვიდე, რომ ელემენტარულად დაბერვას მოუმატო, ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს და ყურადღება არ უნდათ, რომ ძღოლს გაეფანტა და რაღაცას არ მიეჟღუნდეს. როგორც ჩვენ ერთი წუთი გაიხედები, იქით ერთი წუთი კი რამოდენიმე წამი გაიხედები და ერთი წუთი აი ესე ვივლი და ეხლა დაწერს ეგრევე მეტყვის. Focus on driving. Focus on driving. ეგრევე გაიხედები, focus on ტელეფონს აიღებ და კიდეო გეუბნება იქიდან გეგეძახე. აქედან გიყურება? კი, აქედან მიყურება. აი, აქედან მიყურებს, თვალებში მიყურებს, რენტგენია იმენა. რას ფიქრობ, იმას ხედავს მე მგონი. ეს სულში მიყურებს. ამ ჩინელებმა დღეს ვიძახდი, რომ შემაყვარეს მეთქი ეს აგურისფერი, ფორტოქროსფერი სალონი, იმიტომ რომ ზიკრის რომ გადავიღეთ, ულამაზესი იყო და აქაც ეს გაფორმება ამ ტყავში არის ულამაზესი. თავისი ძაფით. ალკანტარა, უზარმაზარი პანორამა ეს შუშა, რომელიც მუქდება. ანუ ეს არის და მე კიდე მეორე არის, რომელიც უფრო ბლენა. რომ ბნელდება კარგია, მაგრამ ჩვენ ვინაიდან ვიდეოს ვიღებთ, გვინდა რომ უფრო მეტი შუქი შემოდიოდა ჩვენთან, რომ კარგად გამოვჩეს, ჩემი სიმპათია რომ კარგად ჩანდეს კადრში. მოკლედ ტორპედოს აი ეს მასალაც რაღაცნაირი ლამინატივით როა გაკეთებული უხდება, წვეჩი ლამინატივითა, მაგრამ უხდება. ფერების შერწყმაც იდეალურია, მასალა სასიამოვნოა, აქაც ალკანტარაა, ხელის მოსაკიდებელის ბერკეტი, ანუ კონკრეტულად ეს გამოყოფილი ადგილი არ აქვს და სადაც გაგისწორდება, იქ შეგიძლია მოკიდო ხელი და კომფორტულად კეტავ. ღილაკზე არის გაღება ელექტრონულად, მანდაც არის საავარიო აბივკაშია, მან წითელი, ეგ საავარიო, ანუ ტროსით მექანიკურად რო იღება. აქაც ესეთი სათავსოა უხეში, კიდე გვაქვს სათავსოი, გლავბოქსი, უხეში სათავსო, რასაც ვეძახით. რომელიც საიდან იღება არ ვიცი. რომელიც აქედან იღება და შეიძლება პასვორდი ედოს, ანუ შეიძლება პასვორდი დააყენო, მაგას რაღაც wallet mode ქვია კორვეთში, თუ სწორედ მახსოვს და აქაც იგივე პასვორდს დააყენო და ვერავინ ვეღარ ჩაძვრება, ვერ იქექიალებს შენ პირად ნიუთებში. ასევე სავარძლები, ულამაზესი სავარძლებია, კარგი ფორმა აქვს, თავის მისადებით ძალიან კარგი აქვს და სივრცე. ვერ ვიტყოდი რომ უზარმაზარი სივრცე უყვარს ხოლმე რომ უფრო განიერი იყოს მანქანა, მაგრამ მე არ ვიცი ახლა ჩემი აღნაგობისთვის იდეალურია, იმიტომ რომ ეს ზევით არის ამოწეული,
აი ეს თან მყარია, ეგეც მინდა განახოთ, ესეც მყარია. რაღაცნაირად შემოწმებაც აღარ უნდა. აი ქვასავით არის, აი ქვასავით არის, ყველაფერი არის ქვასავით. ეს მომწონს ზევით რა, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაც უფრო კომფორტულ სივრცეს ქმნის, სიმყუდროვეს ქმნის და რაღაცა თითქოს ჩაკეტილ სივრცეში ვარ ჩემთვის, აი ორიენტირებული გზაზე და ავტომობილზე, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პლუსია. ნუ აქ wireless charge უკვე ვთქვი, ორივე მხარეს აქვს, აგერ ახატია. და რა თქმა უნდა, innovation for everyone. ანუ ჩვენო შეძრები ვართო. აი ყველასთვის არისო ხელმისაწვდომი. ყველამ, ოღონდ ის ვერ გათვალეს, რომ ელემენტარული ინგლისური ენა წესიერად ჩააქსოვან მანქანის პროგრამაში. მაგრამ აქ კი დაუწერიათ ინგლისურად. რას გაიგებთ? როცა უნდა იციან. კი, როცა უნდა იციან. უკანა ძალიან ბევრი რაღაც აქვს საინტერესო. ბევრი რა ყველა ვარიანტი უნდა ვნახოთ, იმიტომ რომ არის საინტერესო რაღაცები, რაზეც მინდა აქცენტი გავაკეთო. როდესაც გავჩერდებით, რა თქმა უნდა, უკანა საბარგულსაც ჩავხედავთ, უკანა სივრცეს განვიხილავთ და გავაგზავნებთ ჩვენ ტესტ-დრაივის ბოლომდე. ბოლომდე არ გვაცადა ამინდმა, დილით მზე იყო, მე ქარი გამოვარ და ეხლა წუნა და შეიძლება თოვლი წამოვიდეს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ უხეშ ტესტ-დრაივს. ეხლა დროას როდის ველოდებით? მეწიზვრაც არის მოსალოდნელი წერია და ჩვენ გარეთ ვარ სპეციალურად, თუ რამე ჩავიცუცქებით ეგრევე, რამე არ დაგვეცეს თავი. მოგეთ, დღეს მთელი დღე დავდივართ ამ მანქანით, ბევრი ვიარეთ, ყურადღებას ვაქცევ ხოლმე იმას თუ რა ემოციებს იწვევს ხალხში, აი რომ დაინახავენ, სახეზე ეთყობა თქო, გაიგიმებიან, აინტერესებს სერიოზულ სახეს იღებენ, აკვირდებიან დისკებს და ხედავენ ხოლმე კაპოს და ხედავენ საბარგულს და ერთი სიტყვით რეაქციები მაინტერესებს ხოლმე და ესე ნორმ იყო. კიდე ერთი არ მინდა გამორჩეს, უკანა ფარები, რაღაც მხრივ სტოპები, უკანა მხარე Hyundai Sonata-საც წააგავს, ეხლა არ უნდა დავივიწყოთ ეგეს, ვაღიაროთ, მაგრამ ნუ ამ მანქანასაც უხდება ეხლა ეს დიზაინი ყველაფერი. ამას რეინჯი აქვს 760 კილომეტრი, ნუ ბოლომდე სრული დამუხტვის შემდეგ 760 უნდა გაიაროს, მაგრამ ეხლა ცოტა ჩამოვაჭრა და აი რაღაცა მეხი მოდის ჩვენსკენ მე მგონი. ელექტრომანქანასაც ცოტა შორს დავდგეთ მაინც. 760 ეხლა ჩამოვაჭრა, მოდი არც თქვენი, არც ჩემი 160 რო ჩამოვაჭრეთ, კაი 600 რჩება და რავი 600 კილომეტრი ნორმალურია. ჩვენს ახლა ძალიან ბევრი ვიართ, მაგრამ სულად დამუხტული არ იყო, ცოტა აკლდა იქ, მაგრამ ნუ ბევრი გავიარეთ საკმაოდ. ჩემს უკან ვზივარ და თავთან ნორმალური ადგილია, ფეხებთანაც არის სივრცე, ახლა მოდი ვაღიაროთ. არა, სივრცე არის, აი ხა ვერ ვიტყოდიო წამოგორდება თქო კაცი, მაგრამ ნუ ნორმალურად ვზივარ ამ წინა სავარძლის უკან, ჩემ პოზიციაზე ნორმალურად ვზივარ. აქაც გაჯეტების სამაგრია, როგორ ჩანს, აქაც კარბონია დამატებული, ოღონდ ესეც არ ვიცი. ხო, ესეც ისაა. შეიძლება მერე გაკეთებულია, მაგრამ ნუ რა ვიცი, კარბონის ფაქტურა აქვს ამას. ასევე აქ გვაქვს ესეთი მოიცადე დავაჭირო. ესეთი მაცივარია აქ, პატარა. ისიც მახსოვს რომ ეს გადმოდის. აჰა, შეგიძლია ამოიყო და შენი კლიმატი აქედან მართო რა. ნუ აი პონტაობა თუ გინდა მაგარი ძერსკია, პატარა მობილურივით, პატარა გაჯეტი გამოდის და აქედან შეგიძლია რაღაცეები აკონტროლო. ეგუეჭველი ამაში ეტევა ზუსტად, ჩადევა. იასნა. იციან ბიჭო, იციან. საავარძლების გათბობა აქ ნახე, მუსიკები აქედან. პორნოებს ჩართავ რა. რამე ჩუმად შეხვალე ხა. ჩანგელა გუნგე იქნება. არა, ასწორეს მომენტ რა ძერსკია. ანუ ხა ეს რატო უნდა მოხსნა იქიდან თუ რაღაც გინდა უცებ დააჭერ, მაგრამ რო აღარ გადაიხარო მდინარეზე მართალი თქვა რა, შეგიძლია აქ დააგდო, რომ თავარი არ გააფუჭო და არ დაკარგო და ბავშვებმა ფანჯიდან არ მოიქნიო. დანარჩენი ნორმ. ეხლა დავაბრუნო უკან რამდენად მარტივად დგება. აჰა, მაგნიტზია, ეგრევე მიეწება. მიაჭერ თავის ადგილას არის. აქაც ორი ჰელის ჩასადები, აი ეს არ ამოდის, აქ უკვე ეს ჩვეულებრივად ამოჭრილი და ფიქსირებულია ესეთი, აქ არაფერი აღარ მოძრაობს, ესეც სასიამოვნო ტყავით, თლიანად. ეს ადის
ესეც ადის ეს ჩვენიერი. აქეთ რა გვაქვს? ვილაკი, პატარა ბოთლის ჩასადები და ლამაზი აბიუკა. ლამაზი აბიუკა. კი ბატონო, უკანა ძალიან ლამაზია და სხვათა შორის აი ეს პანორამა სულ მაგას ვიძახი ხოლმე რა. ეს პანორამები იდეაში არის უკანა მგზავრებისთვის რა. ვინც აი ამ სილამაზეს და სივრცეს ხედავს. თან ახლა რო დაბნელდა ესენი განათებების რო ჩაერთო ძალიან ლამაზი. ეხა წინას მინდა განახვიდე იქ ქვევიდან რაღაც საკაიფო თანათებს. აი აქედან ანათებს. ეხა კარი რო აღია თეთრად ანათებს. აჰა, შეიცვალა ფერი. მანქანისფერში ლამაზად საკაიფოთ ანათებს აქედანაც ესეთ განათებები, პატარ-პატარა განათებების სალონის ინტერიერს მომწონს ძალიან. აქ ვიცომ ქოლგის ჩასადები არისო, ესე თქვეს, მაგრამ ძალიან ვიწრო არის. დრენაჟიც კი აქვს, ეგ რაღაცა რევიუები ხო მეც დავათვალიერე, ეგ რაღაცები წავიკითხე. ყოველთვის ცუდი არ არის. ამ შემთხვევაში არ ვიცი, იმიტომ შეიძლება ქოლგა არ ჩაეტიოს და მოგიწიოს საბარგულში ჩაგდება და საბარგულიც ვნახოთ. მოგეთ აი გადმოსული არ ხარ, 2 წამში იკეტება მანქანა. ანუ იმას რატომღაც ვერ ხვდება, რომ ახლოს ვარ და ეგრე, ანუ 2 წამში იკეტება. საბარგული სანამ გავხსენ რომ გადმოვედი, კარი რო დავკეტე, მანქანა ჩაიკეტა. ეხლა შავი ყუთები მოყვება, თუ რა ხდება? ეს სათავსოებია, ეს სავარაუდოდ მერე დამატებულია, რაღაცეები დევს. არ ჩავხედოთ, არ გავქექოთ, მაგრამ ნუ ყუთები არის და ქარხუნებია ესე, ნუ დამატებით შეგიძლია შეიძინო. აქაც უამრავი რაღაცეებია, ეს მანქანის მოვლის საშუალებებია, ჩალაგებული. ეთქობა რომ პატრონი ულის მაგრამ ყველანაირი შესაბურავის გაშავებიდან დაწყებული არ ვიცი. ღუბე სპანჯბობი გდია ახიმენა. ნუ მანქანის ზომებიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე, ხო ეხა მეც არ ველოდებოდი რომ არ მოგატყუოთ, იმიტომ რომ ეხა კადრში შეიძლება ვერ ხვდებით, მაგრამ ძალიან დიდი არა, მართლა საშუალო პატარა ზომის SUV არის. აქ გვაქვს, ნუ ის დენსკვიტაში, მენსკვიტა არ გვაინტერესებს, ხო, სავარძლების ელექტრონულად გადაკეცვა გვაქვს, ანუ მეტი ბარგის ჩასადებას, თუ მაგალითად რაღაცის გადატანა გვინდა, აქ დილაკები. ეს სავარძლები დაიკეცება, ნუ ეგეც ახლა ინოვაციური სიახლე არ არის, მაგრამ კარგია რომ აქვს. ეხლა გადავიდეთ უკვე ზოგადად ჩინურ ავტომობილებზე. დღეს ვლაპარაკობდით ბევრს, პატარა შესვენებები რო გვაქვს ხოლმე პაუზები, მე დამდინარეზე ვლაპარაკობდით და რა თქმა უნდა ეს ჩვენი აზრია და გვინდა რომ გაგიზიაროთ ეს აზრი. ჩინურ ავტომობილებში ყველა აი ბრენდები რაც ჩვენ გადაღებულმა, აი ზიკრი გადავიღეთ, ლისიანი გადავიღეთ, ეხა უკვე Xiaomi გადავიღეთ, ავატარი გადავიღეთ და ყველა მანქანაში რაღაც თავისი კოზირი ვიპოვეთ. ანუ რაღაცა თავისი ფიშკა ქონდა. მაგალითად ზიკრი რო გადავიღეთ სალონზე, აი გადავირიეთ, აი გავგიჟდით უბრალოდ. კარს რო გამოუაღებდი და შინ ჩაჟდებოდი, აი როგორ იყო იცი? კარს რო აღებდი, პატარა სახლის ჩუსტებივით ეს გველა გარეს გაგეხადა და იმითი შესულიყავი. ანუ იმდენად სულ ალკანტარაში იყო ეს ფერები, აი სასწაული კიდე ძალიან ჩქარი. ძალიან ჩქარი იყო, სალონი იყო, ნუ სასწაული, მაგის ვიდეო ვისაც ჯერ კიდევ ნანახი არ გაქვს, შეგიძლიათ გადახვიდეთ და უყუროთ, თან იქ M5-აც დაუყენეთ და ნუ დაფრინავდა ეს მანქანა. ავატარი რო გადავიღეთ, მან რადიკალურად განსხვავებული ის იყო, რომ რაღაც სხვა სამყაროში მოხვდი, რაღაც შატლს მართავდი, ფრინავითებში იყო და მაგას თავისი მუღამი ის ქონდა, რომ ზოგადად სხვა ემოციები მომანეჭა. პაუერტინგსო ჩართავდი, იმენ გამოსახულება გამოდიო 4 ისა რა ქვია, 4K არ იყო, 8K იყო, სასწაული უკანა შუშა არ ქონდა, ანუ საერთოდ სხვაგან იყავი, სხვა ავტომობილში იყავი და სარკევის მაგერად კამერები და ნუ პიზდეცი და საჭე საერთოდ ოთხკუთხედი და ნუ ანუ თავისი მუღამი ქონდა იმ მანქანასაც, ანუ ძალიან მომხიბლა, საერთოდ სხვა სამყაროში მოვხვდი და ნუ მაგის მთელი კოზირი იყო ეგ, მაგრამ აი მაგას ერთი მინუსი რაც ქონდა, მაგის ოდნავ ჩქარი ვერსიები არსებობს, მაგრამ აი ის ოდნავ ჩქარი ვერსიები ვერც სიტყვაზე ამის GT-სთან ვერ მოვა და ვერც Zik-თან ვერ მოვა და ნუ Tesla-ზე და რაღაცებზე ხო ზედმეტია საუბარი. ლისიანის მთავარი მუღამი ის იყო, რომ plug-in ჰიბრიდი არის, როდესაც დამუხტულია დადიხარ უფასოდ დენით დადიხარ, როდესაც ამოიწურება, მე უკვე გადადის ბენზინზე, ანუ ბენზინთან შეგიძლია იარო და საკმაოდ კარგი რეინჯი აქვს, ახლებს, ეხლა კიდე გამოვიდა, ახლა 500 კილომეტრამდე გადის დამუხტვით, რაც არის ძალიან მაგარი და 500 კილომეტრის მერე უკვე ამოიქოქება ეს ჩვენი შიდაწვის ზრავი, რაც არის პატარა დვიჟოკი ჩაირთვება და შეგიძლია უკვე საწვავითაც, ანუ ბენზინითაც გადავა ადგილზე, სადაც მოგვინდება ეგ. ჩემთვის პირადად plug-in ჰიბრიდი, რომელიც ბევრს გადის, ამ შეგიძლია დამუხტო და სადმე თუ რაღაცა პრობლემას გადააწევ, ვერ აერთებ შენ მანქანას რა დამუხტო ახლიდან თუ გაგითავდა და არანაირ აპლიკაციამ გაჭედა. ხო, აპლიკაციამ გაჭედა, მაგრამ დინარზე კი ნაღამ დაგვრჩა იქა უბორჯომში. ეგეთი პრობლემის წინაშე არ იქნები, იმიტომ რომ ნუ ბენზინიც გესხმება ეგ და ამოქოქავ და უკვე ბენზინი გააგზავნებს სიარულს. ხო და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ისეთი შტაბეჭდება გვრჩება, რომ ყველამ თავისი რაღაც კოზირი გადაინაწილა. ამათმა გადაინაწილეს, რომ ჩქარიც არის,
ძალიან ლამაზია, განსხვავებულია და ასე შემდეგ. ამით იმის თქმა მინდა, ამდენი იმიტომ ვილაპარაკე და ვიჭორავე, რომ 100%, აი 100% სრულყოფილი არც ერთი არ არის. თუმცა ჩვენი შეფასებით, ჩემი პირადი შეფასებით, ეხა ამდენი ქება დიდება ბევრ ევროპულ და იაპონურ მანქანას არ დაუმსახურები. ანუ ეხა ამდენი პლუსი, რა ვიცი, აღარ მახსოვს ბოლოს მანქანაზე როდის თქვი. ეს მანქანა რო შეიძინო, ნუ გააჩნია სატყიდულობს, საქართველოს ყიდულობს, ქვის ჩამოყვანის ყიდულობს, შენით უკვე თავ როდის იყიდე და ასე შემდეგ. დაახლოებით 50,000-დან 60,000 დოლარამდე გჭირდება. 50,000-დან 60,000 დოლარამდე სულ ახალი მანქანა, რომელიც გამოიყურება ესე 700 ცხენი აქვს, რეინჯი აქვს, რა ვიცი, 600 მინიმუმ კილომეტრი. ბაუ, ჩემი აზრით ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი შეთავაზება არის და ზუსტად მაგან განაპირობა ის, რომ ეს მანქანა მომეწონა და ასევე სხვა ჩინური მანქანები მომეწონა. ეს რო გირდეს ეხა ფერარივით, რა ვიცი, 700,000 და 9 მილიონი, რა თქმა უნდა არ მომეწონებოდა, იმიტომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. 700,000 მანქანაში იხდიდე და რამემ გამოსვას ალბათ, თავს ჩამოვიხრჩობდი. ანუ მართლა ეგრე არის. ამიტომ 60,000 დოლარად ესეთი ავტომობილი, რომელიც ამდენს დადის, ესეთი ლამაზია და ახალი. აუ, ჩემი აზრით ძალიან კარგი ფასია და ზუსტად ეგ განაპირობებს იმას, რომ დაიმსახურა ბევრი ქება დიდება. კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა პატრონს, რომ გვათხოვა, იმიტომ რომ ჩვენ გვაინტერესებდა და დარწმუნებულნი ძალიან ბევრს აინტერესებს ეს მანქანა, იმიტომ საიდანაც არ უნდა მოუვაროთ, ჩინური მანქანები უკვე პოპულარული ხდება, ინტერესის სფეროში, ინტერესის წრეში ხვდებიან, იმიტომ ავტომოყვარულს აინტერესებს, აბა ახალი რა გამოვიდა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ახალი და ჩინური სიახლე. ერთი სიტყვით დღეისათვის სულ ეს იყო, აი ესეთ ბედნიერ ნოტაზე კმაყოფილები ვასრულებთ ამ ტესტ დრაივს. მე იზღადამჩენია ეს მანქანა წავიყვან უკვე პატრონს ჩავაბარო და თქვენ დაგემშვიდობოთ დროებით მომავალ ვიდეომდე. მოგეთ ძალიან გვაინტერესებდა ეს მანქანა, იმიტომ რომ მოგეთ ძალიან დიდი მოთხოვნაა დედა ეს იმენა რა დედა აიაროს ერთი მაინც მოპარული არმატურა მიაქვს იმას ესეთი რაც გონითა გამოვედით აიცა შეჩე იმე ყავს რა ერქვა რაღაცები ამერია, მაგრამ რა უშავს